ტურიზმისა და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ესპანეთის სამეფოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრის ხოსე მანუელ სორიას შეხვედრაზე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმეს. ტურიზმის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები, მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, 60 მილიონი ტურისტი ეწვია გასულ წელს ესპანეთს და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ციფრი, რა თქმა უნდა. მათ აქვს სპეციალურად ინსტიტუტები, ისე იმდაგვარად მოწყობილი, რომ კერძო სექტორის და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა იყოს უზრუნველყოფილი, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ჩემთვის დიდი პატივია გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა. საქართველოსა და ესპანეთს ძალიან ბევრი თანამშრომლობის სფერო აქვთ. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ხელი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა, რის მიხედვითაც ჩვენ ტურიზმის სფეროში გამოცდილებას გაგიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ამ მხრივ მყარი ადგილი ექნება. ჩვენ ესპანეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხებიც განვიხილეთ.